ერთი ქვა, ერთი დაცემა. ორი განსხვავებული ისტორია იმის შესახებ, რა მოხდა. მთა მოკლა ის, თუ რაღაც უფრო ბნელი მოხდა. 2010 წლის აგვისტოს 21. Aiguille Noire de Boucheronne, Mont Blanc's მასივი, 12400 ფუტი. აი რა მოხდა Chloe Graftios საშინელი ბოლო წუთებში. მოგესალმებით ექსტრემალურ ზღვარზე, სადაც ფსონი მავალია, მაგრამ აქ არავინ არის უბრალოდ სათაური. ზოგი ალპინისტი Mont Blanc's მასივს სიკვდილის მთად მიიჩნევს, მაგრამ 2010 წლის აგვისტოს 21-ის დილას Chloe Graftiom და მისმა მეწვილემ ნიკოლამ სრულიად განსხვავებული რამ განიცადეს. რამდენიმე საათით ადრე ისინი ზღვის დონიდან დაიძრნენ და ალპური სტილით დაიწყეს ასვლა Aiguille Noire de Boucheronne-ის სამხრეთ ქედზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს 100 ფუტიანი მწვერვალი იმდენად პატივსაცემია, რომ ალპინიზმის მწერლები მას მთელი ალპების 100 საუკეთესო ასვლას შორის ასახელებენ. ისინი მასზე შეუფერხებლად გადაადგილდებოდნენ, ზურგზე ყველაფერს ატარებდნენ, რაც სჭირდებოდათ. ერთად გადაადგილდებოდნენ 1000 მეტრზე მეტ დაუცველ კლდეზე. ხოლო თოკით, რამდენიმე დამცავი საშუალებით და მრავალწლიანი გამოცდილებით. და ისინი ამას ისე აკეთებდნენ, თითქოს ძალისხმევა არ სჭირდებოდათ. ყოველი მოძრაობა ზუსტი იყო, არც ერთი თოკი არ ებმებოდა და არც ერთი არასწორი ნაბიჯი არ ართმევდა მათ ენერგიას. როდესაც ისინი უფრო მაღლა მიიწევდნენ, ჩანდა თითქოს თვითონ ცაც მათ მხარეს იყო. ატმოსფერო სრულიად სუფთა იყო, ყოველი მონაკვეთი და ყოველი სამაგრი საიმედო იყო და დილის ბოლოს ისინი მწვერვალზე ავიდნენ, ზღვის დონიდან თითქმის 100 ფუტით მაღლა. დღის პირველ საათზე სახლში წასვლის დრო დადგა და მთაში ცოცვაში დაღმასვა ის მომენტია, როცა ცუდი რაღაცები ხდება. სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ მთაში უბედური შემთხვევები უფრო ხშირად დაღმასვლისას ხდება, ვიდრე ასვლისას და Chloe ამას კარგად იცოდა. ის პრაქტიკულად ამ მთებში ცხოვრობდა. ეს იყო ადამიანი, რომელმაც 15 წლის ასაკში, მაშინაც კი როცა მანქანის ტარების უფლება არ ჰქონდა, ცოცვის ჩემპიონატები მოიგო. ამიტომ, როდესაც მან და ნიკოლასმა ბარგი ჩაალაგეს და დაღმასვლა დაიწყეს, ამ მომაკვდინებელი მთის კიდევ ერთ სტატისტიკად ქცევა მისთვის ყველაზე ნაკლებად იყო საფიქრალი. მაგრამ Aiguille Noire du Puy de Dôme არის მთა, რომელსაც ორი სრულიად განსხვავებული ხასიათი აქვს. Mont Blanc's მასივის სამხრეთ მხარეს აღმართული, ის დიდი ხანია ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო კლდეზე ასვლად მთელ ალპებში. საუკუნეზე მეტია, ელიტარული ალპინისტები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან მხოლოდ იმისთვის, რომ აიარონ მისი ცნობილი გრანიტის სამხრეთ ქედი, რომელიც ფრთხილ მოძრაობას აჯილდოებს და დაუდევრობას ჯის. ეს არ არის ყველაზე მაღალი მწვერვალი ამ თაგრეხილში. არც სჭირდება იყოს. მისი რეპუტაცია თავად კლდეზე ასვის ხარისხიდან მოდის. მწვერვალზე ასვლა ალპინისტებისთვის ღირსების ნიშანია და სწორედ იქიდან მოდიოდნენ Chloe და ნიკოლასი. მათი მარშრუტი, რომელზეც საათები გაატარეს, იყო სამხრეთული ქედი, მტკიცე მონოლითური გრანიტის დიდებული ზურგი. გრანიტი ის ქვაა, რომელზეც მთამსვლელები ოცნებობენ. ის დედამიწის ზედაპირის ქვეშ წარმოქმნილია წარმოუდგენელი სიცხისა და წნევის პირობებში. მისი კრისტალები იმდენად უჭიდროდ არის შეკრული, რომ შეუძლია მთამსვლელის წონა დაიჭიროს კიდეებზე, რომლებიც თითის წვერზე ოდნავ ფართოა. ის იშვიათად კლდება და იშვიათად იშლება. მთამსვლელები მთელ კარიერას ანდომებენ, რომ გრანიტს ენდონ. Chloe მას სრულად ენდობოდა, მაგრამ ისინი იმ გზით არ ბრუნდებოდნენ, რომლითაც მოვიდნენ. როგორც თითქმის ყველა, ვინც Aiguille Noire-ზე ადის, ისინი აღმოსავლეთ ქედზე ჩამოვიდოდნენ და აქ ჩამოსვლა სრულიად განსხვავებულია ასვლასთან შედარებით. ასვლისას შენი თვალები მუდმივად ეძებს ხელის დასაჭერ ადგილებს, ნაპრალებს და ბაქნებს შენ ზემოთ. ყოველი მოძრაობა განზრახულია, რადგან ზუსტად ხედავს სად წვდები. ჩამოსვლა ამ პროცესს აბრუნებს. შენი ფეხები ეძებენ საკრდენებს, რომლებიც ყოველთვის არ ჩანს. შენ სხეულს უშვებ ცარიელ სივრცეში მანამ, სანამ ზუსტად არ იცი რა არის შენს ქვემოთ. ყოველი ნაბიჯი ნაწილობრივ შეგრძნებაზე, მეხსიერებასა და ნდობაზეა დაფუძნებული. სანამ ცოტა ხანი გავა, აღმოსავლეთის ქედი ისევ ნაცნობად გეჩვენება, რადგან ისვე სანდო გრანიტი, რომელმაც უსაფრთხოდ მიგიყვანა მწვერვალამდე, ისევ შენს ფეხქვეშ იშლება. მაგრამ სადღაც ქვემოთ, გაფრთხილების გარეშე, ყოველგვარი ნიშნის გარეშე, სუფთა გრანიტი ჩუმად უთმობს ადგილს იმას, რასაც მთამსვლელები ფხვიერ კლბეს ეძახიან. ასე იმიტომ ეძახიან, რომ ის შედგება უთვალავი პატარა ნატეხისგან, რომლებიც მილიონობით წლის წინ ერთმანეთს შეეწებნენ, თითქმის ისე, როგორც ხრეშია ჩასხმული ბეტონში. ზოგჯერ ეს ბუნებრივი ცემენტი წარმოუდგენლად მტკიცეა. ზოგჯერ ის 10 წლეულების განმავლობაში გამყინვარებული, ზამთრების, თოვლის დნობის, წვიმისა და მიზიდულობის გამო დასუსტებულია. შორიდან ყოველი ბლოკი სრულიად სანდოდ გამოიხურება. ახლოდან ერთი ქვა ადვილად დაიჯერს თქვენს წონას, ხოლო შემდეგი შეიძლება თითქმის ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოშორდეს.
ეს გავს 3000 ფუტიანი ჯენგას კოშკზე ჩამოსვლას, სადაც ყველა ბლოკი ზუსტად ერთნაირად გამოიყურება, მაგრამ ვერავინ გეტყვით, რომელი მათგანია მოშებული. იფიქრებდით, რომ ესეთი დაშვება უბრალოდ თავიდან იქნებოდა აცილებული, მაგრამ სინამდვილეში უკეთესი გზა ქვემოთ არ არსებობს. თაობიდან თაობას ადგილობრივი მთის გიდები შეგუებულები არიან, რომ ეს უბრალოდ აიგუინოირის დაშვების ფასი არის. ასე რომ წლების განმავლობაში მათ პირდაპირ ქედზე პატარა ყვითელი წერტილები დაუხატათ. ზას კოშკებს შორის ავლებს, გატეხილ ხევებში, მორკეულ ბაქნებზე და უთვალავ უსახელო გამოშვერილებზე. ის გაყვითლებული წრეები აღნიშნავს ყველაზე უსაფრთხო მარშრუტს, რომელიც ვინმეს ამ მთაზე ასვლის საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში უპოვია. თუ წერტილებს გახვები, იმ მარშრუტით ივლი, რომლითაც შენამდე ათასობით მთამსვლელი წარმატებით ჩამოსულა. თუ მათგან სულ რამდენიმე ნაბიჯით გადაუხვევ, თას ენდობი, რომელსაც არასდროს დაუპირებია შენი დაჭერა. როცა ქლოი და ნიკოლასი ყვითელ წერტილებს გაჰყვნენ, დაშვებისას მოძრაობის ერთი სტილი არ ყოფილა მთელი გზა. ყველაზე ციცაბო და დამტვრეულ მონაკვეთებში ისინი ისევ იმავე თოქს იყენებდნენ, რომლითაც მაღლა ავიდნენ, მოკლე რაპელების სერიით ეშვებოდნენ და თოქზე სრიალით ჩადიოდნენ და გვენენ და გვერდს უვლიგდნენ ყველაზე სახიფათო დაშლად ქანებს. ზუსტად ისე, როგორც გასწავლიან ძალიან ციცაბო და მორკეულ რელიეფზე, სადაც უბრალოდ ჩამოცოცება ვერ გამოგივ. ეს არის სისტემა და აქამდე სისტემა იდეალურად მუშაობდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დახრილობა შემცირდა. მიწა გასწორდა და უფრო ციცაბო ლაშქრობას დაემსგავსა ვიდრე ცოცვას. და სწორედ აქ, ამ უფრო მარტივ ადგილზე, მათ შეაფასეს ქანის დახრილობა, ამინდი, რელიეფი და გააკეთეს რაღაც ისეთი, რაც სულიად შეშლილად ჟღერს, თუ ალპინიზმის შესახებ არაფერი იცი. ორივემ შეწყვიტა სვლა, თავიანთ ახკაზმულობამდე ჩაიწვდინეს, მოხსნეს კარაბინები და მთლიანად გახსნეს თოკი, რომელიც ერთმანეთს აკავშირებდა. შემდეგ კი თოკი ჩაალაგეს. ეხლა ისინი 100 ფუთიან მთაზე ჩამოდიოდნენ, სულიად არაფერზე მიბმულები. ორივე მხარეს კი 1000-ობით ფუტის სიმაღლის ცარიელი ჰაერი იყო. ეხლა ესეთ სიმაღლეზე უსაფრთხოების თოკის გახსნა ნამდვილად ამპარტავნებად ჟღერს. თავიდან მეც ესე ვიფიქრე, სინამდვილეში ეს ზუსტად საპირისპირო იყო. როდესაც ციცაბო ვერტიკალურ კედელზე ადიხარ, ყოველ რამდენიმე ფუტში ლითონის უსაფრთხოების ანკერს ამაგრებ კლდეში და თოქს მასზე კარაბინით ამაგრებ, რომ თუ ჩამოვარდები, ანკერი დაგიჭერს. მაგრამ ეს აღმოსავლეთის ქედი წარმოუდგენლად გრძელი, დახრილი და დაკბილულია, სადაც ძალიან ცოტა ადგილია, რომ უსაფრთხოების აღჭურვილობა საიმედოდ დაამაგრო. და მაღალ მთებში სიჩქარე შენი მთავარი უსაფრთხოების აღჭურვილობაა. თაკით შეკრული ჯგუფით გადაადგილება უზარმაზარ ძვირფას დროს მოითხოვს, რომ მუდმივად აკონტროლო თოკის მოდუნება, გაშალო ჩახლართული თოკი და ქარში კომუნიკაცია შეძლო. რაც უფრო დიდხანს რჩებიან ორი მთამსვლელი ესეთ ქედზე ღიად, მით უფრო იზრდება შანსი, რომ მოულოდნელ შუადრის ქარიშხალს შეეჩეხონ, რომელიც ამავე მთებში ხშირად კლავს ხალხს. მათთვის ეს უბრალოდ აუცილებლად უნდა აფეთქებულიყო. და კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც ქლოი და მისი პარტნიორი ასე კომფორტულად გრძნობდნენ თავს, როცა თოკი მოიხსნეს. რომ გაიგოთ რას გულისხმობ, უნდა დაბრუნდეთ წლების წინ ბელგიის ქალაქ ნამურის კლდეზე ცოცვის დარბაზში, სადაც ქლოი 11 წლის ასაკში ახლახან მიატოვა ატლეტიკა, რადგან მისთვის ძალიან სტრესული იყო და მას სჭირდებოდა სხვა რამ, რაშიც ამ ენერგიას დახარჯავდა. მისი უფროსი და ალექსი უკვე ცოცავდა. ქლოი მასთან ერთად მივიდა სპორტ დარბაზში და ერთ წელიწადში აშკარა გახდა, რომ სწორედ ამისთვის იყო დაბადებული. ალექსი მოგვიანებით თავის დას თავად გაუძღვა მონბლანის მწვერვალზე პირველად, ოჯახის მეგობართან ერთად, რომელიც შემდეგ თავადაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მთამსვლელად იქცა. სწორედ მაშინ დაიწყო ყველაფერი. 2002 წლისთვის უკვე აშკარა იყო, რომ ბელგიას განსაკუთრებული ადამიანი ჰყავდა ნაპოვნი. ქლოი გრაფტიე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც კანტაურში საფრანგეთში გაიმართა, როგორც კიდევ ერთი ნიჭიერი თინეიჯერი მივიდა. მან დაატოვა ჩემპიონატი, როგორც თავისი ასაკობრივი ჯგუფის სირთულის ცოცვაში საუკეთესო მთამსვლელი მსოფლიოში. ის მხოლოდ 15 წლის იყო. უმეტესობა თინეიჯერი მსოფლიო ჩემპიონებისა მომდევნო რამდენიმე წელს ატარებს იმის დასამტკიცებლად, რომ გამარჯვება შემთხვევითი არ იყო. ქლოიმ პირიქით მოიქცა. ჰოველ სეზონზე ის უბრალოდ აგრძელებდა გამარჯვებას. ეროვნული ტიტულები ლიდში, ეროვნული ტიტულები ბოულდერინგში, ახალგაზრდული შეჯიბრებები, უფროსთა შეჯიბრებები, თითქოს მნიშვნელობა არ ჰქონდა. სადაც კი იყო კლდეზე ცოცვის კედელი და წამზომი, ქლოი უცებ ხდებოდა ის ადამიანი, ვისაც ყველა სხვა უნდა აჯობოს. იმ დროს ბელგიურ კლდეზე ცოცვას უკვე ჰყავდა სუპერვარსკვლავი. მიურიელ სარკანი წლებია ამბია ამ სპორტის ტვირთს საკუთარ მხრებზე ეზიდა. ბუნებრივია, ყველა ახალგაზრდა მთამსვლელს შემდეგ მიურიელად წარმოაჩენდნენ. მაგრამ ქლოე დიდხანს არ დარჩენილა მხოლოდ პერსპექტივად. რამდენიმე წელიწადში ქლო უკვე თავისი ისტორია გახდა. მათთვის, ვინც მის ცოცვას უყურებდა, ეს გასაკვირი არ იყო, რადგან ეს მთამსვლელი სხვებზე სწრაფად, მსუბუქად და ბუნებრივად მოძრაობდა.
Clome სწრაფად მიიღო მეტსახელი Tinkerbell, რადგან ის ისე ადიოდა კედლებზე, თითქოს დაფრინავდა, მაშინ როცა სხვები თითოეულ მოძრაობაზე იბრძოდნენ. და მიუხედავად იმისა, რომ ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მთავრსველი ვარსკვლავი იყო, ისინი, ვინც მასთან ერთად ცოცავდნენ, Chloe-ს სხვა რამით იცნობდნენ. მათ იცოდნენ, რომ რთული მონაკვეთების წინ Chloe ჩუმად საკუთარ თავს მიმართავდა, თითქოს მთა საშიში კი არ იყო, არამედ ადგილი, სადაც ის თავის ადგილას იყო. 19 წლის ასაკში Chloe-მ თავისი ცხოვრება მანქანაში ჩაალაგა და ბელგიიდან საფრანგეთის ალპებში გადავიდა, სადაც ევროპის საუკეთესო მთავრსველები ცხოვრობდნენ. ეხლა მისი ყოველი გადაწყვეტილება უკეთესად გახტომას ემსახურებოდა, რადგან Chloe ცდილობდა საფრანგეთის ელიტარულ მთის გიდების აკადემიაში ENSA-ში ჩაბარებას. ეს არის ერთ-ერთი იშვიათი ადგილი მსოფლიოში, სადაც მთავრსველებს ასწავლიან, როგორ გადაარჩინონ მთებში გაჭედილი ან დაკარგული ადამიანები. მხოლოდ ერთი პრობლემა იყო. Chloe არასწორად ვარჯიშობდა თავისი მიზნებისთვის, ან მხოლოდ შემთხვევაში ასე ფიქრობდნენ სხვები თავიდან, რადგან უმაღლეს დონეზე ცოცვაში აკვიატებული თავდადება ფასდება. სტანდარტული გზა არის აივჩიო ერთი ცოცვის დისციპლინა, გახდე მასში საოცრად კარგი და ყველაფერი დანარჩენი უგულებელყო. ბოლდერისტები ბრისტები ბოლდერისტებად იქცევიან, ყინულის მთავრსველები კი ყინულის მთავრსველებად. ალპინისტები მთებში რჩებიან, ასე ყალიბდებიან ჩემპიონები. Chloe ამ წელს საერთოდ არ ემორჩილებოდა. ერთ შაბათ-კვირას ის მსოფლიო თასის ბოლდერინგის ფინალში დახურულ დარბაზში პატარა ჭიდებზე თავდახირა ეკიდა. შემდეგ კი ყინულის ცულებს გაყინულ ჩანჩქერებში არტყამდა. შემდეგ რამდენიმე დღით ალპებში უჩინარდებოდა და გრძელ მთის მარშრუტებს ადიოდა. ყველა ლოგიკით მას სამივე დისციპლინაში საშუალო შედეგი უნდა ქონოდა. სინამდვილეში კი თითოეულში ელიტარული გახდა. 2010 წლისთვის მან ბოლდერინგის მსოფლიო თასზე საერთო ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა, რაც ამ სპორტის უმაღლესი დონეა. და მესამე ადგილზე გასვლა უბრალოდ იღბლის გამო არ ხდება. მსოფლიო თასის ბოლდერინგში გამარჯვებული უმცირესი სხვაობით განისაზღვრება. ორ ბოლდერისტს შეიძლება ზუსტად იგივე პრობლემები გადალახოს და გამარჯვებული ხშირად ისაა, ვისაც ერთიც თითნაკლები დასჭირდა. ერთი შეცდომა ან ფეხის მოცდენა მთელი შეჯიბრის განმავლობაში შეიძლება იყოს განსხვავება ოქროსა და ხელსარიელ სახში დაბრუნებას შორის. Wales-ში Chloe-მ ოქრო მოიგო. შემდეგ მან კვლავ მოიგო ოქრო ინგლისის ქალაქ Sheffield-ში 20,000-ზე მეტი ადამიანის წინაშე ერთ ცდაში გაასწრო ყველას. შემდეგ ის ისევ Sheffield-ში წავიდა და კვლავ გაიმარჯვა. იმავე წლის დასაწყისში მან უკვე მოიგო AS Masters-ის მსოფლიო თასი იტალიაში. დაფიქრდით ამაზე ერთი წამით. მსოფლიოს საუკეთესო ბოლდერისტები მთელ კარიერას უთმობენ იმის მცდელობას, რომ სხვა ბოლდერისტებს აჯობონ. მსოფლიოს საუკეთესო ყინულის მთავრსველები თავიანთ დროს უთმობენ იმის სწავლას, როგორ ჩასვან ყინულის ცულები გაყინული ჩანჩქერების ყინულში. Chloe ორივეს ამარცხება. Planet Mountain, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლდეზე ცოცვის ჟურნალი, მას უკიდურესად მრავალმხრივს უწოდებდა. სინამდვილეში ესეც კი მის მრავალმხრივობას სრულად ვერ გადმოსცემდა, რადგან Chloe თითქმის ყველა სახის შიდა ცოცვაში კარგი იყო. ის უკვე შეჯიბრებით ცოცვაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო დედამიწაზე, ამარცხებდა სპეციალისტებს, რომელთა მთელი ცხოვრება ოფიციალურ შეჯიბრებებში პლასტმასის კედლებს ეძღვნებოდა. გარეთ ის ადიოდა კლდის მარშრუტებზე, რომლებიც იმდენად რთული იყო, რომ ბევრმა პროფესიონალმა მთავრსველმაც კი ვერ მიაღწია იმ დონეს. მისი ერთ-ერთი ყველაზე რთული ასვლა შეფასებული იყო 5-13 დიდონით, რომელიც იმდენად მომთხოვნია, რომ თითოეული მოძრაობა იდეალურად უნდა შესრულდეს. შემდეგ ის ცოცვის ფეხსაცმელს ყინულის ცულებით ანაცვლებ და მიემართებოდა გაყინულ ჩანჩქერებში, სადაც ყოველი დარტყმა უნდა ჩაეჭიდებინა ყინულში, რომელიც შეიძლება მის ქვეშ დამსხვრეულიყო. ის ასევე მონაწილეობდა შერეულ ცოცვაშიც, დისციპლინაში, სადაც მთავრსველები შიშველ ქვადა ყინულს სხვასა და ყინულს შორის გადაადგილდებიან ბასრი ლითონის იარაღებით, ეკრნობიან საკრდენენებს, რომლებიც მონეტის სიგანეზე ოდნავ ფართოა. თუნდაც ელიტარულ მთავრსველებს შორის ბევრს არასდროს უცდია ეს, რადგან ეს სულიად განსხვავებულ უნარებს მოითხოვს. და ის ევროპაში არ გაჩერებულა. მან გადაკვეთა ატლანტიკის ოკეანე და კალიფორნიაში იოსემიტის ეროვნულ პარკში დედამიწაზე ყველაზე ცნობილი კლდეების მწვერვალზე ავიდა. საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ მან ტრადიციული მარშრუტები გაიარა ციცაბო კირქვის ხეობებში, სადაც ყველა დამცავი მოწყობილობა თავად დააყენა, ნაცვლად იმისა, რომ სხვის მიერ დამონტაჟებულ ანკერებში ჩაება. ზამთარში მან დაქროლა ციცაბო ალპურ ფერდობებზე, რომლებზეც უმეტესობა მოყვარული მოთხილამურეებისა დადგომასაც კი ვერ გაბედავდა. და აქ მომბლანის მასივში, მის ფეხქვეშ, მას უკვე გავლილი ქონდა ამ მასივის ყველაზე პატივსაცემი ალპური მარშრუტები. ამიტომ, როცა იმ დღის მეორე ნახევარში ის აღმოსავლეთ ქედზე ჩადიოდა, გაფერმკრთალებულ ყვითელ წერტილებს მიხვებოდა. ფრთხილად ამოწმებდა თითოეულ ქვას, სანამ მასზე თავის წონას დააბარებდა. არანაირი მიზეზი არ ქონდა დაეჯერებინა, რომ ეს დაშვება რამით განსხვავდებოდა იმ ასობითისგან, რაც მანამდე ქონდა გავლილი. საერთოდაც, ეს მთა არ იყო ის, ვის გამოც ნერვიულობდა. მხოლოდ რამდენიმე კვირაში ის საფრანგეთის ალპინისტთა კლუბთან ერთად ინდოეთში გაფრინდებოდა, რათა ბაგირათი სამის დაპყრობა ეცადა. ჰიმალაის შორეული მწვერვალი, რომელიც ზღვის დონიდან 21,000 ფუტზე მეტ სიმაღლეზეა აღმართული. ფიქრებით უკვე იმ მთაზე იყო.
და შემდეგ ერთ წამზე ნაკლებ ბროში ყველაფერი შეიცვალა. ერთ მომენტში ქლოი გრაფტია აღმოსავლეთ ქედზე ზუსტად ისე ჩამოდიოდა, როგორც მანამდე ასობით სხვა მთის ქედიდან ჩამოსულ. ფრთხილად მიყვებოდა გახუნებულ ყვითელ წერტილებს, ოლ ნაბიჯს ამოწმებდა, სანამ წონას გადაიტანდა. შემდეგ მომენტში თამ უბრალოდ შეცვიდა მისი დაჯერა. ნიკოლასი, მისი პარტნიორი, ვერც კი დაინახა როგორ მოხდა ეს. ის სადღაც ახლოს იყო იმავე გატეხილ რელიეფზე, იმავე ყვითელი წერტილებით მონიშნულ მონაკვეთზე, თავისი მარშრუტით ჩამოდიოდა. როცა ხმამაღალი გრუხუნი გაიგონა და თავი ასწია, ქლოი უკვე აღარ იყო იქ. ქლოი თითქმის 1200 ფუტზე ჩამოვარდა, რაც დაახლოებით 2 ეიფელის კოშკის სიმაღლეა ერთმანეთზე დადგმული. მათ შორის არ იყო თოკი, რომ ეს შეეჩერებინა. და ასეთი გრძელი ვარდნის დროს თითქმის შეუძლებელი იყო თოკის არსებობა, რადგან ადამიანის სხეული თავისუფალ ვარდნაში ძალიან სწრაფად მოძრაობს. მხოლოდ რამდენიმე წამში უკვე მოძრაობთ უფრო სწრაფად ვიდრე მანქანა ავტობანზე. მაგრამ ეს არ იყო ერთი უწყვეტი ვარდნა ცარიელ ჰაერში. აღმოსავლეთის ქედის ქვემოთ მდებარე ფერდობი თაკბილულია და დაუნდობელი. ყოველი გამოშვერილობა კიდევ ერთი დარტყმაა, ყოველი ბაქანი კიდევ ერთი შეჯახება. თა არ გიცდის, სანამ ბოლომდე ჩახვალ, სანამ დაზიანებას მოგაყენებს. ტრაუმის სპეციალისტები, რომლებიც ესეთი მასშტაბის ვარდნებს იკვლევენ, რაღაც უცნაურად მოწყალეს აღწერენ. დაზიანებები იმდენად მყისიერი და კატასტროფულია, რომ ცნობიერება თითქმის მაშინვე იკარგება. რაც უნდა გამოეცადა ქლოის იმ პირველი წამის უმცირეს მონაკვეთში, ძალიან სავარაუდოა, რომ ეს იყო უკანასკნელი, რაც ოდესმე უგრძნია. მოკლე გადახვევა. ყოველ თვეში არის ერთი ისტორია, რომელიც YouTube-ზე არასდროს იდება. ის ატვირთულია Patreon-ზე თუ გინდათ. ბულები ქვემოთაა. ეხლა კი დავბრუნდეთ მთაზე. ნიკოლას ჯერ კიდევ მარტო უნდა დაეტოვებინა მთა. მან შოკში მყოფმა აღმოსავლეთის ქედის დარჩენილი ნაწილი დაეშვა. თან ატარებდა იმ ცოდნას, რომ მისი საცოცი მეწყვილე აღარ იყო მის უკან. ბოლოს ის მივიდა ისეთ ადგილას, სადაც საბოლოოდ შეძლო განგაშის ატეხო. მაგრამ ისეთ მთაზე, როგორიცაა აიგუი ნოირი, დახმარება წუთებში არ მოდის. იქ არ არის გზები, სასტრაფო დახმარების მანქანები ან ვერტფრენები, რომლებიც ზემოდან გელოდებიან. იტალიის ალპური სამაშველო ჯგუფები დაიწყეს ასვლა ქვედა ხეობიდან, გვარდია დი ფინანსას ოფიცრებთან ერთად, რომლებიც თან ატარებდნენ სპეციალურად ასეთი მისიისთვის განკუთვნილ აღჭურვილობას. მაგრამ სანამ ისინი კლდის დირამდე მიაღწევდნენ, უკვე ყველა მიცოდა. ეს აღარ იყო სამაშველო ოპერაცია, ეს უკვე იყო ცხედრის ამოყვანა. ქლოეს ცხედარი ქურმაიორში ჩამოიტანეს და სადღაც ბელგიაში მამამ, რომელიც ელოდა, რომ მისი ქალიშვილი რამდენიმე დღეში სახლში დაბრუნდებოდა, არ იცოდა, რომ მისი ცხოვრება უკვე სამუდამოდ შეცვლილი იყო. და აქ შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ისტორია მთავრდება. ასე არ არის. იმიტომ, რომ ვერავინ შეთანხმდა, რა მოხდა სინამდვილეში. რადგან როდესაც იტალიის ხელისუფლებამ დაიწყო სტანდარტული გამოძიება, რომელიც იმ ხეობაში მთაზე მომხდარი ყოველი ფატალური შემთხვევის შემდეგ ტარდება, მათ ვერაფერი ისეთეთი იპოვეს, რის გამოძიებაც შეიძლებოდა. ვგულისხმობ, მთას ხომ ბრავს ვერ წაუყენებს სასამართლოში. ორი გამოცდილი მთამსვლელი ზუსტად ისე მოიქცა, როგორც სახელმძღვანელოები გირჩევენ ასეთ რელიეფზე და ერთმა მათგანმა ვერ შეძლო დაბრუნება. ეს საქმე მარტივი უნდა ყოფილიყო, მაგრამ როცა დეტალების შეკრება სცადეს, აღმოჩნდა, რომ არსებობს ორი სრულიად განსხვავებული ვერსია, თუ როგორ გადმოვარდა მთიდან მსოფლიოს ჩემპიონი. სამაშველო ჯგუფებისა და ავარიის შემდეგ გამოქვეყნებული პირველი ცნობების მიხედვით, ქლოი იმ ცნობილი მარტივი დაღმართის მონაკვეთს გადიოდა, როცა მთამ თითქოს ბომბი ჩამოუგდო. მაღლა, ქარის ან მოძრავი ხინულის გამო, კლდის უზარმაზარი ნატეხი მოულოდნელად მოწყდა და ჩუმად ჩამოჰყვა ღარს. მან ისეთი ძალით დაარტყა, რომ ქლოი ფეხიდან წააქცია და ქედიდან გადმოაგდო. ამ ვერსიით ქლოის არაფერი დაუშავებია. ის უბრალოდ არასწორ ადგილას იდგა, არასწორ დროს. მაგრამ ერთადერთი ადამიანი, ვინც იმ მთიდან ცოცხალი ჩამოვიდა, იყო ნიკოლასი, ქლოის იმ დღის მეკლდეური პარტნიორი და ისიც თავის მხრივ გამოცდილი ალპინისტი იყო. და ნიკოლასთან უშუალოდ საუბრის შემდეგ ეს არ იყო ვერსია, რომელიც მისმა ოჯახმა დაიჯერა. ისინი ნიკოლასის ნათქვამიდან ასე მიხვდნენ. დაშვებისას ერთ მონაკვეთში ქლოიმ ხელი გაიწოდა, რომ თითქოს და მყარ კლდის ბლოკს დაკრნობოდა და წონასწორობა შეენარჩუნებინა. იმ წამს, როცა მან თავის წონა ამ კლდის ბლოკს ანდო, ის მთიდან მოსწყდა და ქლოის ხელში დარჩა. ესეთი ციცაბო რელიეფზე ხელები მხოლოდ ასასვლელად არ გჭირდება. ისინი იმისთვისაცაა, რომ სხეული გარეთ არ გადაიხაროს, როცა ფეხები ქვემოთ შემდეგ საკრდენს ეძებს. როცა ის საკრდენი მოულოდნელად გაქრა, ქლოიმ ბალანსიც დაკარგა. აღარაფერი იყო, რითიც შეეძლო დაეჭირა თავი. ის ქედს მოსწყდა და მთამ წაიღო.
ყველა მონათრობის მიხედვით, მათ შორის მისისი საკუთარი თქმითაც, ნიკოლასმა თავად დაცემის მომენტი არ უნახავს. ეს კი აშკარა კითხვას აჩენს. რადგან ბოლო წამი არავის უნახავს, საიდან გაჩნდა ამბის მეორე ვერსია. ერთი შესაძლო მინიშნება შეიძლება უკვე ჩლოეს საკუთარ სიტყვებში იყოს. უბედური შემთხვევიდან მხოლოდ 5 დღით ადრე მან თავის პირად ვებგვერდზე გამოაკვეკნა განახლება, სადაც აღწერა კიდევ ერთი ასვლა, რომელიც იმავე ალპურ მოგზაურობის დროს დაასრულა. და სხვა ყველაფერ შორის, თითქმის შემთხვევით ჩასმული, მან დაწერა, რომ თითქმის გადავარდა მას შემდეგ, რაც დიდკლდის ბლოკს მოკაჩა და როცა უყურებდა როგორ მოსწყდა ის ხელში, თავი შეიმაგდა. ეხლა ეს არ ამტკიცებს, რომ იგივე მოხდა 21 აგვისტოს, მაგრამ ეს ნამდვილად ეხმარება ახსნას, რატომ ირწმუნა მისმა ოჯახმა სრულიად სხვა რა. ნუ თუ ისინი ადგენდნენ იმას, რაც მათ ჯეროდათ რომ უნდა მომხდარიყო რელიეფის მიხედვით. ან მაშველებმა აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომელიც ოფიციალურ ანგარიშებში არ მოხდა. თუ უბრალოდ რაღაც დაიკარგა, როცა ამბავი გადაეცა მოწმისგან ოჯახს, შემდეგ კი ჟურნალისტებს, მინდა ვიცოდე, რას ფიქრობთ თქვენ. მომწერეთ თქვენი თეორია კომენტარებში, რადგან ალბათ არასდროს იქნება ოფიციალური გამოძიება, რომელიც საკმარისად საფუძვლიანი იქნება ამ საკითხის საბოლოოდ გასარკვევად. ორი ერთადერთი მოწმე, ვინც სინამდვილეში იცის სიმართლე, ქლოია და მთა და ორივეს არ შეუძლია საუბარი. ორივე ამბავი თანხმდება იმაზე, რომ ეს 23 წლის გოგონა, რომელიც თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მთამსვლელი იყო, ვერასდროს ჩამოვიდა იმ თიდან, რომელზეც მანამდე ბევრჯერ იყო ასული. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ქლოიას კითხეს, რატომ ამბობდა უარს სპეციალიზაციაზე, მაშინ როცა თითქმის ყველა სხვა ელიტური მთამსვლელი სპეციალიზდებოდა და მისი პასუხი საოცრად მარტივი იყო. რატო უნდა შეიზღუდო თავი? ქლოი ერთ ინსტინქტს ენდობოდა. ერთ წამში, კლდის ფერდობზე, სადაც ერთადერთი მოწმე თავად მთა იყო, ევერესტზე კიდევ ერთი მთამსვლელიც თავის ინსტინქტებს ენდო. მაგრამ მისი გადაწყვეტილება მარტო არ მიუღია. ეს გადაწყვეტილება მთელი მსოფლიოს თვალწინ მიიღო, როცა სხვა ადამიანების სიცოცხლე მის ხელში იყო. როდესაც ევერესტის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი ქარიშხალი დაიწყო, მან უკან მობრუნდა და ჩამოვიდა. და ამ ერთი არჩევანის გამო მას უიღბლოს კი არ უწოდებდნენ, მას ლაჩარს ეძახდნენ. შემდეგი ვიდეო ევერესტის ტყუილს ეხება, რომელმაც მთელი მსოფლიო მოატყუა.